რეალურად გულისხმობს ეს RSI იმას, რომ 50-ის ზემოთ რომ არის წესით, უბრალოდ ბევრი მეთოდი აქვს გამოყენებული ეს მეთოდების კითხავთ. წესით გულისხმობს იმას, რომ რადგან შედარებითი სიძლიერის ინდექსი, ან მყიდველებს და გამყიდველებს შორის სიძლიერეს უყურებს, და თავისი ფორმულა აქვს ამას, რისი მიხედვითაც ამას განსაზღვრავს. ანუ ფორმულას შემიძლია აგიხსნათ, მაგრამ დიდად არაფერს არ გვაძლევს ამის ცოდნა. უბრალოდ იცოდეთ, რომ გულისხმობს იმას, რომ 50-ის ზემოთ რომ არის, ანუ გამოდის, რომ აკონტროლებენ წესით იმ მომენტში მარკეტს მყიდველები, 50-ის ქვემოთ რომ არის, აკონტროლებენ გამყიდველები. შემდეგ უკვე ამ ინფორმაციასთან ერთად უყურებთ თავარს, რაც არის სტრუქტურა, მარკეტის სტრუქტურას უყურებთ. მარკეტის სტრუქტურა რას გვეუბნება აქ? ვართ დაუნტრენდში, ქვემოთ მოვდივართ. ანუ 50 რომ ამოსწდება, ეს რეალურად ჩვენ არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს ჩვენ ის, რომ 50-ს ჩასწდება. რომ